აი, მადონნა წუნარდი. ჩვენ ანუ წარმოიდგინეთ, რომ ეს იქ არის გაგრული, კაი? აი, იმაში Breaking Bad-ში რო არის. ხო. გამარჯობა. დღეს ჩვენ ვიბრუნდებით ახალი რუბრიკით. როცა გააცანი რუბრიკა. ხო, მოკლედ გადავწყვეტ, რომ მუსიკალური კლიპები დაგვარეაქტებინა არა, უფრო განგვეხილა, იმიტომ რომ დარეაქტება ცოტა copyright-თან რაღაც ისინი იქნებოდა ალბათ პრობლემები და მე ნერვები მოგუშავდა და ეს არ გვინდა. იმ სახის კლიპებს რის განხილვასაც ვაპირებთ, განხილვა უფრო უხდება რა, ანუ ცოტა ჩვენი აზრი როგორც ფილმებს განვიხილავთ ხოლმე დაახლოებით ეგრე, ოღონდ უფრო ლაკონურად ვიცი ეს ჩვენგან წარმოუდგენელია, მაგრამ ხო, შევეცდებით. პირველი ვიდეო მუსიკალური კლიპი არის Madonna. არ შეგიძლია Madonna. მუსიკალური კლიპი, რომელსაც განვიხილავთ, არის Madonna's Bad Girl. რომელსაც რეჟისორი არის David Fincher-ი, ყველასათვის ცნობილი და ბევრისათვის საყვარელი. ჩემთვისაც საყვარელი David Fincher-ი. ეს ვახსენოთ ორი სიტყვით, რომ რეჟისორების გარკვეული ნაწილი და საკმაოდ ანუ ისეთი ცნობილი რეჟისორების და დიდი რეჟისორების გარკვეული ნაწილი სწორედ მუსიკალური კლიპებით იწყებდა და იწყებს კიდეც შეიძლება რა ვიცი მომავალი გუჩვენებს თავიანთ რეჟისორულ კარიერას და ფინჩერიც ერთ-ერთი მათგანია, ხო? ძალიან ბევრი მუსიკალური კლიპის რეჟისორია და მადონას რა მე მგონი პირადი რეჟისორი იყო, რომ ყოველ მეორე სინგლს დეივიდ ფინჩერი იღებდა ხოლმე. ამჯერად ამ ფილმზე ამ მუსიკალურ კლიპზე შევაჩერეთ მართლა პატარა ფილმებით არის 6 წუთიანი. კასტი ნუ ხლა კასტი ისეთი არის, რომ მართლა ცალკე ის უნდა იყოს. და ბარმენის მსახიობი არის, იცი რომელიც პიში რო თამაშობს არანოვსკის. ხო არა? ხო. უფრო სახელდაგვარი მოიცა. აი, იმაში Breaking Bad-ში რო არის. მაშინ კასტი ვახსენოთ, რომ ძალიან გამორჩეული არის კლიპისთვის. მადონა რასაკვირველია იქ არის. კრისტოფერ უოკერი თამაშობს, ასევე მედილონი და მარკ მარგოლი. ხო, და მაშინ ანუ დავიწყოთ პირდაპირ თქვენი აზრის დაფიქსირება. დაიწყებ გონცა? კლიპზე საუბრობთ ცოტა სხვანაირი შეფასება ჭირდება. კი განვიხილოთ რასაკვირველია, მაგრამ ხა როგორც ფილმს უდგებით ისე არა, იმიტომ რომ სულ სხვა სპეციფიკა და სულ სხვა ხელოვნების დარგია. ეტყობა ის ეპოქა, როცა არის გადაღებული, მიუხედავად იმისა, რომ მომავალში ძალიან მაგარი რეჟისორის გადაღებულია, რაღაც იმ სტანდარტში ზის და რაღაც ისეთი დეტალებიც აქვს, რასაც ხშირად აკეთებდნენ ხოლმე ამ მუსიკალურ ვიდეოებში, მაგრამ ამის მიუხედავად, აი წეხა რას თქვი, ხო, რომ მართლა პატარა ფილმივით არის და რაც მთავარია მუსიკალური კლიპისთვის ტექსტს ძალიან კარგად ეხმიანება. თან ამ დროს მთლად ისიც არ არის ხოლმე რა, ზოგჯერ რაღაცას რომ მე მიურბოდი და მართლა რომ მირბის, ანუ მთლად ეგ უნდა ვახსენოთ ალბათ, რომ ჟანრი არა, უბრალოდ სხვა სახის მუსიკალური კლიპები არსებობს, რომ არის ზოგი მაგალითად, რასაც უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ მაგას ხვდებით, რომ უბრალოდ მომხელები პირის მოძრაობით აყოლებენ ტექსტს და ანუ რეალურად როგორც თხრობა სტორილაინი ეგეთი კლიპში არაფერი არ ხდება, თუმცა არის ისეთი კლიპებიც, რომლებშიც აი თუნდაც როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალია თემატურად ეხმიანება როგორც ვანცამ თქვა ტექსტს, მაგრამ არ არის სრული ტაუტოლოგია ტექსტის. კარგი მუსიკალური კლიპის, დახვეწილი მუსიკალური კლიპის არის ესეთი, რომ ეხმიანება ტექსტს, მისი გამოძახილია, მიხვდები, რომ ამ ტექსტის მუსიკალური ვიდეო უნდა იყოს, მაგრამ მაინც სხვანაირად არის თხრობა წარმართული და რაღაცნაირად ავსებს ერთმანეთს და ამდიდრებს ტექსტს. მთლიანად მიყვება სიმღერას, უბრალოდ მიყვება ძალიან ოსტატურად, როგორც ან გამოსახულების მხრივ, ძალიან მაგრად. და დავიწყოთ მაშინ უშუალოდ ხო, ჩანხილვა. ეს არ ვიცოდი და მე რაღაცები ვიკითხე და ზოგადად ფემინისტურ საკითხზე რო არის ეს ნათელია როგორც ტექსტიდან, ასევე კლიპიდან მით უმეტეს. კლუბები და ბარები, ღამის ბარები ყოველთვის იყო მამაკაცების თავშეყრის ადგილი, მათი განსატვირთი ზონა. ქალი კლუბში ან ბარში ასოცირდებოდა ყოფაქცების ქალთან. ქალს არ შეეძლო დალევა, დაღლილი არ შეიძლება ყოფილიყო სამსახურის მერე და საუბარი მონდომებოდა და ასე შემდეგ რა აკრძალული იყო და მე ნელ-ნელა ამ ფემინისტურ მოძრაობებთან ერთად ზოგადად დაიწყოს ამერიკაზე გვაქვს ახლა საუბარი. ძლიერი ქალის პორტრეტის შექმნა, როდესაც დაიწყო და ქალმა დამოუკიდებლად არსებობა
დაიწყო და გაუჩნდა იმაზე მეტი პრეტენზია ვიდრე უბრალოდ გათხოვება იყო, ანუ ამაზე უფრო დიდი მიზანი რო დაისახა. ამას უკავშირებენ რა, აი ამ მოვლენას. ტექსტზე მაშინ ვიტყვი, რომ ანუ მოკლე შინაარსივით რო ვთქვათ, ანუ ტექსტი რას გადმოსცემს და გრძნობები და შემდეგ არის მადონას თვითაღიარება, რომ ვიღაც ვინც უყვარს, იმასთან არ არის, ანუ უნდა რომ იმასთან იყოს, არ უნდა რომ მას გული ატკინოს, მაგრამ თან სხვებთან არის, ოღონდ ანუ ეს განსამრაც ახსენა ზოგადად, ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ტექსტშიც და უფრო მეტად კლიპში დღეს კი შეიძლება, მაგრამ მაშინ ყოველ შემთხვევაში არ იყო ნაჩვენები ქალი და სექსი, ის რომ ქალს ისევე აქვს უფლება რომ მოთხოვნილება კონდეს, ანუ ის არ აქცევს მას მსუბუქი ყოფაქცევის არსებად, როგორც მამაკაცს აქვს უფლება და ანუ მამაკაც შეუძლია მართლა ბარიდან ბარში იაროს და ერთი ქალიდან მეორე და ერთი ლოგინიდან მეორეში და ასე შემდეგ და ყველა ნორმალურად მიიჩნევს და ქალის შემთხვევაში უკვე რაღაც სხვა სტერეოტიპები და ჩარჩოები ირთვება და ხო, ეს სიმღერა მაგაზეა რა, ანუ ქალზე რომელიც უბრალოდ გულს აყოლებს ჩემი აზრით რაღაც ერთობაც, გართობაც არ არის, ანუ უფრო გულს აყოლებს, იმიტომ რომ ის სიყვარული რაც რეალურად ვიღაც მიმართ აქვს, ნუ იქ რაღაც პრობლემებია. ოღონდ ეს სიმღერა არ არის მაგ პრობლემებზე, ეს სიმღერა არის იმ სიტუაციაზე, რომელშიც ეს ქალი ნახულობს თავის თავს და ეს არის უსიყვარულო ინტიმური კავშირი სხვა მამაკაცთან რა. გადავიდეთ უბრალოდ კლიპზე. კლიპი იწყება იმით, რომ მადონას გამოასვენებენ ამ ქალის სხეულს პოულობენ. დროის გამოძახლია, იმიტომ რომ ხშირად ხდებოდა, როდესაც ქალები, სუბუქი ყოფაქცევის ქალები თუ ისეთი ადამიანები, როგორიც მადონას პერსონაჟია, იყო შემთხვევა, როდესაც ისინი ხდებოდნენ მსხვერპლია მამაკაცები, სრულდებოდა ფატალურად, იმიტომ რომ ისინი ღირსები იყვნენ, რომ ასე დამთავრებულიყო მას ცხოვრება. კლიპი იწყება მაგით. და შემდეგ ნუ ფლეშბეკებით ბრუნდებით როგორ დავუშვათ მივიდა აქამდე. მაგრამ ძალიან მაგრად არის ეს გაკეთებული, რომ ის მიიღო რაც დაიმსახურა, რაც იყო იმ პერიოდის, ამანამდე პერიოდის აზროვნება და ფილოსოფია, არ არის გამართლებული. ტიპажზე ვთქვათ, ძლიერი ქალი, რაც ეხლა ნახსენთ, ანუ აბსოლუტურად მადონა არის დამოუკიდებელი ქალი, ცხოვრობს მარტო, სექსუალური, სამსახურშიც აშკარად თავარი ტიპი არის ერთ-ერთი. დადის ბარებში არ აინტერესებს, რომ ვიღაც კაცს მოეწონა, რომელსაც ცოლი ყავს, რასაც მღერის, იქ ემოციებზეა ხო საუბარი და ზოგადად რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადამიანი, ადამიანია და ემოციები გააჩნია და ეს ემოციურობა, ვიზუალი, რასაც კლიპი გაძლევს და ის იდეა, რასაც ტექსტი გაძლევს, სრულყოფილ ადამიანს გიხატავს, ოღონდ სრულყოფილს არ გულისხმობ რაღაც ეს მინდანი დასვენ. ადამიანი ზოგადად. ეს ორი რაღაც ისე კარგად არის გაერთიანებული, ვერბალური და ვიზუალური მასალა. ფლეშბეკები ახსენე და მაგ გადართვა, ვიზუალურად გადართვაც ძალიან საინტერესოა. კრისტოფერ უოკენის პერსონაჟის საათს იღებს და ეს საათის ისრები უკუღმა ტრიალებს და მერე იწყება ეს ფლეშბეკები და ეგეც ანუ გასაგებია რომ ნანახი გვაქვს და გავრცელებული მოსული მეთოდია, მაგრამ მუსიკალურ ვიდეოში მაინც უხარია გულს ეგეთი ხერხის გამოყენება რა. დანახვა კრისტოფერის პერსონაჟზე და რა დანიშნულება აქვს. მე მინდა რომ პირველ რიგში აღვნიშნო ის, რომ ძალიან მაგარი ქიმია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ორი სცენა აქვს სულ ერთად და ისიც ნუ რამდენიმე წამიანი. მთელი ეს 6 წუთი, მთელი ეს 6 საათი. მთელი 6 წუთი იგრძნობა ამ ორ პერსონაჟს შორის რაღაც ისეთი სულიერი კავშირი. ხო რაღაც ძალიან დიდია და ზებუნებრივია რა და ეს თვითონ გრძნობის დონეზე ძალიან მაგარი გამოძახილია სიმღერის, იმიტომ რომ სიმღერაში ესეა ტექსტში, რომ ეს იუ, ვისაც მიმართავს, ესე მოქმედებებით არ ჩანს ტექსტში რა. მთელი ტექსტი არის მასზე, ამ ვიღაცას ელაპარაკება, ვიღაცას იხსენებს, ვიღაცას ვერ იშორებს თავიდან და ვერ იგდებს გულიდან, ასე ვთქვათ და აი ესეც თითქოს ანუ ეგრე არა უწყვეტი კავშირი და სადაც არის მადონა, იქ არის ეს პერსონაჟიც, ტექსტშიც ესეა და ვიზუალურადაც ესეა და ეგაა ზუსტად მუსიკალური კლიპების სილამაზე, რომ გრძნობა გარდაქმნა გამოსახულებად ისე რომ არ იყო ძალიან აშკარა რა. ანუ აქ ძალიან მაგარია. ხო, ეს ქიმიის აღნიშვნა მინდოდა პირველ რიგში, ნუ თვითონ კრისტოფერ უოკენი რა მსახიობია, ეგეც აქაც კი იდეალურად ჩანს, იმიტომ რომ თვალებით და გამოსახულებით და ეს გრაციოზული და ელეგანტური ხრამოხრით და ყველაფრით წაიღო მთელი შოუ მოიპარა და ჩაიდო ჯიბეში კრისტოფერ უოკენმა, უბრალოდ ან ძალიან ბევრჯერ ვუყურე ამ კლიპს მაგ ადამიანის გამო, იმიტომ რომ ძალიან ქარიზმატულია, არ ვიცი რა, თან აი ძალიან ელეგანტურად ქარიზმატული. მიდიხარ იმაზე, რომ ეს იუ, რომელიც გვეს შენ არის სწორედ კრისტოფერ ნოლანის პერსონაჟი, რომელიც უოკენი. კრისტოფერ ნოლანი.
ის კრისტოფერის პერსონაჟი. ეხლა შენ რო თქვი რაღაც მესამე ანგელოზი არის ბერლინის ციდან, მართლა ძალიან ვაიბი მოგდა, როგორ შემოდის ასევე პირველი გამოჩენა რიცხდება, რომ ამ წელზე ასე ვთქვათ, მაკედან ზისას ჰაერიდან აკვირდება და ასე მის თვალწინ არის გადაშლილი ეს სანახაობა. ჩემთვის ეგ მომენტიც იყო, რომ რაღაც ამ ქალის ცხოვრებაში ძალიან ბევრ რაღაცას განაგებს. ტექსტიდან რომ გამოვიდეთ ემოციურად რა, იმიტომ რომ ამ ქალს რაღაცების კეთება არ შეუძლია მის გარეშე. განა მისი გადაწყვეტილებების გარეშე, უბრალოდ იმის გარეშე რომ არ გაიხსენოს, უბრალოდ იმის გარეშე რომ არ იგრძნოს, ამაზე მაქვს საუბარი. ეგაა ძალიან მაგარი, რომ რამდენიმე სახე შეიძლება მოვიკითხოთ ამ პერსონაჟში. ერთი რა თქმა უნდა, რომ ის იუ, ვისაც მადონა მიმართავს არის ეგ, მაგრამ თან ძალიან ფარველი ანგელოზივით არის რა. ზუსტად მაგიტო არის მესამე ანგელოზი ბერლინის. მგონია რომ რეფერენსიც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ბოლოს სცენიდანაც გამომდინარე ეს მადონაც რომ იმასთან გადადის ის და ასე შემდეგ რაღაც ხო პირველი იდეა მეც რაც გამიშვა ალბათ ეს უყვარდა და მაგიტო, მაგრამ თანამდროს იმდენად დაყვება ეს სიგარეტის სცენა ეს პერსონაჟი მხოლოდ ასეც არ შეიძლება სულ სხვა ტიპი ან სულ სხვა ვიღაც უყვარდა, მაგრამ ეს ის ადამიანია რომელიც შეიძლება დაბადებიდან მოყვება, ხო პირობითად ვამბობ. ეს კავშირიც რომელიც ამ უხილავი არსების მიმართ აქვს ამ ქალს, ესე ძალიან კარგად ჩანს ხოლმე რა, რომ გრძნობს მის არსებობას. 6 წუთიან კლიპზე მართლა ძალიან დროს სამხევარი ვილაპარაკოთ, მნიშვნელოვანი დეტალები დასკოჩვენს ის ვთქვათ. უნდა აღინიშნოს ჩემი მოგზაურობილი აზრით, რომ ერთადერთი მომენტი, როცა კლიპში სიმღერა წყდება, კრისტოფერის პატივცემულის პერსონაჟს ხედავს უშუალოდ მადონადან, უშუალოდ ინტერაქცია აქვს და ძალიან საინტერესო ინტერაქცია აქვს კოცნიან ერთმანეთს. ძალიან საყვარლები არიან. ყველა მისიომით მაგკოსის მაგიტო I'm not already awkward but მერტო ამოჭრეთ აუცილებლად ხო ეს კოცის ეპიზოდი არის ძალიან საინტერესო იმ ხრივ რომ ეს მუსიკა სრულიად წყდება არის აბსოლუტური სიჩუმე კიდევ ერთხელ ვსვამს იმ სულიერი კავშირის მნიშვნელობას რაც ამ ორ პერსონაჟს შორის არის მაკოსნის მომენტზე მართლა ძალიან გამორჩეულია ეგ ბოლოს მოვიტოვე იმიტომ რომ კოცნა არ არის ჩვეულებრივი კოცნა ჩემთვის პირადად ან ჩვეულებრივი რო არ არის ეგ გასაგებია და ყველას რო გვინდა ამ სცენაში თითქოს სიკვდილის ანგელოზი თითქოს აი უკანასკნელი კოცნა ეგეთი სცენა შინაარსობრივად ჩემთვის ეგრე ყოველ შემთხვევაში სიკვდილის ანგელოზიც არ არის ფარველი ანგელოზია უბრალოდ რაც უნდა მოხდეს შემდეგ ეს არის სიკვდილი და მართალეს ნაჩვენები არ არის მაგრამ შეგვიძლია მივხვდეთ რომ საკმაოდ ბრუტალური სიკვდილი იქნებოდა თითქოს მაგას წინასწარ უმსუბუქებს და მაგის რაღაცა ბოლო გაბრძოლება ამ ანგელოზის რომ დაიცვას რა რაღაცნაირად, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერ ახერხებს. ხო, მაგცენაზე მე რო ვიტყვაში აღარ ბოლოსთვის მიჩვენე, უბრალოდ ორ სცენას გამოყოფ ვიზუალურად, რაც ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო და როდესაც მადონა სიგარეტის გაკიდებას ცდილობს და კრისტოფერი მოპირდაპირე მაგიდიდან სულ შეუბერავს თავის სანთებელას და ამ დროს მადონას ხო სანთებელად ჩაქრება. კავშირის მაჩვენებელიც არის და ასევე ვიზუალურადაც არის უბრალოდ ეფექტური და სასიამოვნო საყურებლად. და მეორე ასე ვიზუალურად რომელიც ძალიან მომეწონა, ბარმენი რო ასუფთავებს მაგიდას, ფეიდით არ შემოცხადს, რაღაც სხვანაირი მიქსია რაღაც ფეიდინგ და ფეიდ აუტ ერთად რო არის ხოლმე ეგეთი რაღაცა. ეგ საინტერესო ხერხია გამოყენებული, რაც ვიზუალურად ძალიან ეს არის მიუზიდველი და ლამაზი არის. ხო, ვიზუალურად რო ვთქვათ ზოგადად მონტაჟსა და რაღაცა ეს ფეიდები რაც 90-იანების და 80-იანების კლიპებს ახასიათებდათ, აქაც ანუ მონტაჟურად ძირითადად ეგ არის რა. ბოლო სცენაზე მკოცნაზე რომ მივიდე, ხო ეგ მქონდა. მე პირდაპირ ვამბობ, ანუ პირდაპირ ჩემთვის ეგ არის იყო, ეს კოცნა არ იყო, აი ეს იუსთან კოცნა. ჩემთვის ეს კოცნა იყო მემენტო მორი. სიკვდილის კოცნა, იმიტომ რომ ზუსტად ამ კოცნის შემდეგ ეს ხო არის რაღაც ფლეშბექის მომენტია და მე კლიპის დასაწყისთან რო დავბრუნდეთ, სწორედ იმ მომენტში, როდესაც კრისტოფერის პერსონაჟი უყურებს მის გამოტანას გლამის, ხო მე მადონა როგორ დგას მასთან და ერთად რო ეწევიან სიგარეტს, მაგ მომენტშიც აი ეს ქიმია, რაც აქვს ამ პერსონაჟებს ერთმანეთთან ძალიან ძლიერი, ძალიან სასიამოვნო საყურებელი და საინტერესო. კრისტოფერის პერსონაჟი არის ის, ვინც მადონას მთელ ცხოვრებას უყურებს და რასაკვირველია ერთმანეთთან განსაკუთრებული კავშირი ექნებათ და ისევ და ისევ გავხსენოთ ბერლინისთან. ხო. ასევე ჩვენგან ხელოთ ვარ გაქვს ნანახი მაგ გენიალური ფილმის გამოხტება ეხლა და შეგიძლიათ
ძალიან მაგარი კლიპი არის, ჩემი აზრით. ახლა მუსიკა, სიმღერა მოგწონს, არ მოგწონს, ეგ ხო, ანუ მადონას ფანები ჩვენც არ ვართ, მაგრამ ვაფასებ როგორც მოვლენას, მაგრამ და ფინჩერი კიდევ ერთხელ David Fincher, I love you. Call me. What? მადლობა ყურადღებისთვის, გქონდეთ რომ გუყურებთ. კომენტარებში დაგვიწერეთ თუ მოგწონთ ეს გადაწყვეტილება რაც მივიღეთ, ხო, ამ რუბრიკის და გაგვიზიარეთ კლიპები რის განხილვას ისურვებთ, ანუ ყველანაირი ქართული უცხოური ძველი ახალი მომავალი. თქვენი საკუთარი მუსიკოსებით ბრძანდებით. ვაუ, კი. ო, დროგო. კარგად. მადლობა.